როგორ დავიცვოთ თავი მეხისგან? მეხი შემთხვევით არ ირჩევს სად დაეცეს. ის ხშირად მიყვება ყველაზე მარტივ გზას მიწამდე. ამიტომ მაღალი ობიექტები, ხეები, ანძები, კოშკები და შენობები უფრო ხშირად ხდებიან მეხის სამიზნეები. მთავარი წესი ასეთია. თუ ქუხილი გესმის, ეს ნიშნავს, რომ უკვე საფრთხის ზონაში ხარ. სახლი უსაფრთხოა მხოლოდ მაშინ, თუ სწორად იქცევი. ჭექა ქუხილის დროს, დარჩი შიგნით, მოშორდი ფანჯრებს და კარებს, არ იდგე აივანზე ან ვერანდაზე. არ გამოიყენო კაბელიანი ტელეფონი. მობილურის გამოყენება შეიძლება, თუ ის დამტენზე არ არის შეერთებული. არ შეეხო როზეტებს, სადენებს და ჩართულ ელექტრომოწყობილობებს. არ მიიღო შხაპი, არ რეცხო ჭურჭელი. რადგან თუ მეხი სახლთან ახლოს დაეცა, დენი შეიძლება გავრცელდეს ელექტროგაყვანილობით ან წყალსადენით. ჭექა ქუხილის დროს ფანჯრები დახურე და ფანჯრებიდან მოშორებით იყავი. ფანჯარა მეხისგან დამცავი ბარიერი არ არის. ძლიერმა ქარმა ან ახლომდებარე მეხის დარტყმამ შეიძლება მინა ჩაამსხვრიოს. ჭექა ქუხილის დროს გარეთ უსაფრთხო ადგილი პრაქტიკულად არ არსებობს, მაგრამ პანიკა გამოსავალი არაა. მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად იპოვო უსაფრთხო თავშესაფარი. ყველაზე დიდი შეცდომაა ხის ქვეშ დადგომა. ხე მაღალი ობიექტია და მეხის დაცემის რისკი მეტია. თუ მეხი ხეს დაეცა, დენი შეიძლება ხიდან მიწაზე გავრცელდეს და ახლოს მდგომ ადამიანზეც გადავიდეს. მოერიდე. აუს, ტბას, მდინარეს, ხია მინდორს, ლითონის ხობეებს და ბოძებს. ყველაფერს, რაც დენს ადვილად ატარებს. პატარა ფარდული პავილიონი ან ხია ვერანდა მეხისგან არ გიცევს. უსაფრთხოა მყარი შენობა ან დახურული მეტალის კორპუსიანი მანქანა. თუ გზაზე ხარ და ჭექა ქუხილი დაიწყო, არც თუ ისე მარტივი, მაგრამ ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა უსაფრთხოდ გადახვიდე გზის პირას, გაჩერდე და დარჩე მანქანაში. ფანჯრები და ლუქი დახურული იქონიე. არ შეეხო მეტალის ნაწილებს, რადიოს, დამტენს, USB კაბელს ან კარის ჩარჩოს. მანქანა შედარებით უსაფრთხოა, იმიტომ რომ მისი მეტალის კორპუსი დენს გარედან ატარებს. თუ მანქანას მეხი დაეცა, ხშირად მეხი ხვდება სახურავს ან ანტენას. შემდეგ დენი გადადის მანქანის გარე მეტალის ნაწილებზე და მიწაში მიდის. ადამიანის შიგნით შეიძლება უსაფრთხოდ დარჩეს, მაგრამ მანქანის ელექტროსისტემა, საბურავები, მინები ან სხვა ნაწილები შეიძლება დაზიანდეს. იშვიათი მოვლენა, ბურთულა ელვა. ზოგს გაუგია ამბავი. თითქოს ჭექა ქუხილის დროს ფანჯრიდან მბზინავი ბურთივით რაღაც შევიდა. ოთახში გაიარა და გაქრა. ასეთ მოვლენას ბურთულა ელვას ეძახიან. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და მეცნიერების მიერ ბოლომდე ახსნილი არ არის. ამიტომ ფანჯრები სასწრაფოდ დახურე და მოშორებით დადექი. როდის შეიძლება გარეთ გასვლა? ბოლო ქუხილის შემდეგ დაელოდე მინიმუმ 30 წუთს, სანამ გარეთ გახვალ. წვიმა ყოველთვის არ ნიშნავს მეხის საფრთხეს. თუ უბრალოდ წვიმს და ქუხილი არ ისმის, ეს ჩვეულებრივი წვიმაა. მაგრამ თუ ქუხილი გესმის ან ელვას ხედავ, უკვე ჭექა ქუხილის ზონაში ხარ და გარეთ ყოფნა საშიშია. აიდარდი, მერას მონებს, სავლეს თავის ფორმას და შურს.